ძალიან გავრცელდა ბავშვებში ყურადღების დეფიციტი, გაფანტულობა, მოსმენის პრობლემა და ასე შემდეგ. ხშირად მოგმართავენ მშობლები, პედაგოგებს, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. მე დღეს ამაზე მოკლედ ვისაუბრებ და დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია დავგეგმოთ კიდეც ონლაინ კონფერენცია ამ თემის გარშემო. პირველი მნიშვნელოვანი რაც შეიძლება იყოს ეს არის ორგანიზებული პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, როდესაც ქაოსი მინიმუმამდე არის დაყვანილი. შექმნით რუტინა. დააწესეთ მუდმივი დრო გაღვიძებისთვის, ჭამისთვის, საშინაო დავალებების შესასრულებლად და ძილისთვის, ბავშვის, რა თქმა უნდა. პროგნოზირებადი რუტინა ამცირებს შფოთვას. შფოთვა ყურადღების გაფანტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მნიშვნელოვანია მისი შემცირება. გამოყავით ერთი კონკრეტული მშვიდი ადგილი სახლში მხოლოდ სწავლისთვის. ამ ზონაში წესით უნდა გამორთოთ, ან საერთოდ არ უნდა იყოს ტელევიზორი, ტელეფონები, გარდა საჭიროების შემთხვევისა და ზედმეტი სათამაშოები. დავალებების ვიზუალიზაცია. გამოიყენეთ დიდი დაფა ან მაცივარზე მიმაგრებული განრიგი, სადაც დღის ყველა დავალება, მათ შორის დასვენება და თამაში თანმიმდევრულად იქნება ჩამოწერილი. ეს დაეხმარება ბავშვებს დაინახოს რას მოყვება, რის შემდეგ რა არის. დღეისათვის ტექნოლოგიები ყველაზე დიდ მტრად არის მიჩნეული მდგრადი ყურადღებისათვის. ამიტომ შემოიღეთ უეკრანო დრო, დააწესეთ დრო, როდესაც ოჯახის არც ერთი წევრი, მათ შორის მშობლები თქვენ, არ გამოიყენებს ტელეფონებს, ტაბლეტებს, ტელევიზორს, ნოუთბუქებს. ეს შეიძლება იყოს სადილობის, საუბრის ან ოჯახური თამაშების დრო. ასწავლეთ ბავშვს გამორთოს შეტყობინებები, notification-ები რო არის რა, ესეთი ილუსტრირებული სწავლის პროცესში. თუ ტელეფონი საჭიროა სწავლისთვის, კი ბატონო გამოიყენოს აპლიკაცია, რომელიც სხვა აპების გამოყენებას უდავს კონკრეტული დროით. ერთი ამოცანა ერთდროულად არის ძალიან კარგი სტრატეგია, როდესაც აკონტროლებთ, რომ ბავშვი საშინაო დავალებას ასრულებდეს მხოლოდ ერთ საქმეზე ფოკუსირებით. მუსიკის ან რაღაც ანიმაციების ან ტელევიზორის ფონზე მუშაობა ამცირებს გააზრებას. არსებობს ყურადღების თამაშები და სავარჯიშოები, მშობლებს შეუძლიათ ყოველდღიურ აქტივობაში ჩართონ ესენი, მაგალითად ფოკუსის გამაძლიერებელი თამაშები. თქვათ, მოусმინეთ და დახატეთ, როდესაც მშობელი აღწერს რაღაცა რთულ ფიგურას, ზეპირად ან თვითონ აქვს ნახატი ხელში, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს და ბავშვი ყურადღებით უსმენს და თვითონ ხატავს ისე, რომ არ უყურებს მშობელს და მშობლის ხელში არსებულ სურათს თუ ნახატს. მეხსიერების თამაში ასე შეიძლება წარმართოთ, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები, რომლებიც მოითხოვს ხანმოკლე მეხსიერებას და დეტალებზე ყურადღებას. გამოიყენეთ ხმოვანი დეტექტივის ტაქტიკა, როდესაც ბავშვს დაახუჭინებთ თვალებს და მოსმენს ის გარემოს, თხოვეთ ბავშვს დაასახელოს ყველა ხმა, რასაც ისმენს, მაგალითად ონკანის წვეთის ხმა, საათის ციკ-ციკი, ქუჩის ხმა. ეს ავარჯიშებს სმენით ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია წახალისება და პოზიტიური უკავშირი. პოზიტიური გაძლიერება ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე კრიტიკა. შეაქეთ ძალისხმევისთვის და არა შედეგისთვის. ძალისხმევისთვის და არა შედეგისთვის. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ბავშვმა შეძლო 15 წლის განმავლობაში მშვიდად ჯდომა, ან დროულად დაიწყო დავალების შესრულება. მაშინაც კი თუ დავალება სრულად ვერ დაამთავრა, ამ შემთხვევაშიც გაამახვილეთ ამაზე ყურადღება. მაგალითად უთხრით, ძალიან მომწონს როგორ ფოკუსირდი კითხვაზე დღეს. შენი ყურადღების დრო 5 წუთით გაიზარდა და შენი წარმატების გარანტია. მშობელი თავად უნდა იყოს ფოკუსირების კარგი მოდელი. როდესაც ბავშვი გელაპარაკებათ, გადადეთ ტელეფონი და შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი და მოусმინეთ ბავშვს ეს ასწავლის მას აქტიური მოსმენის მნიშვნელობა და თუ თქვენ არ აკეთებთ, ეხლა როგორ უნდა ისწავლოს, ხო? თუ ეს სტრატეგიები რეგულარულად და თანმიმდევრულად განხორციელდება, მოსწავლეებში ყურადღების უნარი საგრძნობლად გაუმჯობესდება მერწმუნედ. დამატებითი ინფორმაციებისათვის, როგორც თავში გითხარით, შეგვიძლია გავმართოთ ონლაინ კონფერენცია. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.